გარდაცვლილიც კი მოვედი აქ და გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას ამაყად. შენ გაქვს შენი საკუთარი საფლავი და გაქვს საკუთარი გარდაცვალების ცნობა. ოფიციალური ვერსიით იუსტიციის სახლში დაფიქსირებულია, რომ ფილტრების პრობლემით გარდავიცვალა. 53 წელია იცი, რომ შენი შვილი გარდაცვლილია და იმის გაფიქრებაც, რომ ცოცხალია, ძალიან რთულია. ოჯახი რატო არჩივის? მეოთხე დღეს უკვე უთხრეს, რომ ბავშვი გაუვარდათ ხელიდან და დაიღუპა. თუმცა გამოატანეს აჭედილი სასახლე, რომელიც დაკრძალეს შემდგომ სასაფლაოზე. გაიკარი მკერდი, შენი შვილი მოკვდა და აღარ გჭირდება. როდის გაუჩნდა დედას ეს ეჭვი, რომ იქნებ რაღაცაშია საქმე? კი, მე ვარ ნათელი მაგალითი იმის, რომ ნამდვილად არ უნდა იყვნენ მშობლები დარწმუნებული, რომ მათი შვილი რეალურად გარდაცვლილია. დედას ეძახი? კი. არ გაგიჭირდა? სხვათა შორის არა. ერთი დიდი სიყალბევა, იმდენი სახელი და გვარი მაქვს. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ. დღევანდელი ჩვენი გადაცემა დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ კითხვის ნიშანს გააჩენს, იმიტომ რომ დღევანდელი ჩვენი პოდკასტის მერე იმედი მაქვს, რომ ის დედებიც დაიწყებენ შვილების სიებას, რომლებიც ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი შვილები შეიძლება ცოცხლები ყოფილიყვნენ. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არის ადამიანი, რომელსაც აქვს საკუთარი გარდაცვალების მოწმობა და საკუთარი სასაფლაო. თუმცა, სანამ სტუმარს არ გიდგენთ, გეტყვით, რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სივრცეში, სადაც შეგიძლიათ თქვენ ჩაწეროთ თქვენთვის ასურველი პოდკასტი, ვლოგი თუ ინტერვიუ. პოდკასტ პოინტს აქვს უკვე თავისი საიტი, სადაც შეგიძლიათ დეტალური ინფორმაცია გაიგოთ. ეს საიტი გახოთ podcast.point.g. გარდა ამისა, ძალიან საინტერესო ინფორმაცია მაქვს ემიგრანტებისთვის, რომლებიც არიან შოპინგის მოყვარულები და რომლებიც საქართველოში ხშირად გზავნიან სხვადასხვა ამანათს. ჩვენი პოდკასტის სპონსორია ირინი თრეველი, რომელიც საბერძნეთში მყოფ ემიგრანტებს თავაზობს სახლიდან გაუსვლელად ამანათის გაგზავნას საქართველოს ნებისმიერ წერტილში უფასო საკურიერო მომსახურების მეშვეობით. ირინი თრეველი გთავაზობთ სწრაფ და უსაფრთხო გადაზიდვებს, ამისთვის უნდა დაუკავშირდეთ მითითებულ ნომერზე. რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ სტუმარს, ჩვენი სტუმარია ლიკა ჭიშკარიანი. მიუხედავად იმისა, რომ ლიკას ისტორია ძალიან ბევრმა კარგად იცის და მასთან სხვადასხვა პოდკასტში არაერთხელ მისაუბრია, მაინც მინდა რომ მისი ისტორია ძალიან ბევრმა ადამიანმა მოისმინოს და ბევრმა ადამიანმა ნახოს, განსაკუთრებით იმ დედებმა, რომლებმაც არ იციან, რომ შვილები უნდა მოძებრონ, იმიტომ რომ შვილები ეძებენ მშობლებს და ვერ პოულობენ, იმიტომ რომ მშობლები ვერც კი წარმოიდგენენ, რომ მათი შვილები ცოცხლები არიან. შენი ამბავიც ხო ესე იყო, მოგესალმებით. კიდევ ერთხელ მადლობა, რომ ჩემი სტუმარი ხარ. შენი ისტორიაც ხო ესე იყო, ანუ დედა ვერ წარმოიდგენდა, რომ შენ ცოცხალი იყავი, იმიტომ რომ როგორი სათქმელია, მაგრამ შენ გაქვს შენი საკუთარი საფლავი და გაქვს საკუთარი გარდაცვალების ცნობა. და არსებობს სასახლე, რომელშიც რაღაც ან ვიღაც იყო ჩასვენებული. დავიწყოთ თავიდან. მოგესალმებით. კი, მე ვარ ნათელი მაგალითი იმის, რომ ნამდვილად არ უნდა იყვნენ მშობლები დარწმუნებული, რომ მათი შვილი რეალურად გარდაცვლილია. თუ მენდობიან სიტყვაზე, რომ ცოცხალი ვარ. ხო, რა ვიცი, აი, გარდაცვალების მოწმობაც მაქვს ოფიციალურად იუსტიციის სახლიდან აღებული განახეკიდეთ და ძალიან ბევრი წლის მანძილზე, 53 წლის მანძილზე ჩემი ოჯახი დარწმუნებული იყო, ბიოლოგიური ოჯახი, რომ მე ვიყავი გარდაცვლილი. ოფიციალური ვერსიით, ანუ ოფიციალური კი არა, უფრო სწორად სამშობიაროში ნათქვამი ვერსიით ექთანს გავუვარდი ხელიდან და ოფიციალური ვერსიით იუსტიციის სახლში დაფიქსირებულია, რომ ფილტრების პრობლემით გარდავიცვალა. ეს იყო დაფიქსირებული? კი. გარდაცვალების მიზეზი არის, ფილტრები არ გაეხსნეს, პრიმიტიული ფრაზა. ხო. ეს რა არის ჩემთვის ცოტა უცნაური, აი შენი ოჯახი არ არის პირველი ოჯახი, რომელსაც უთხრეს, რომ აი ექთანს ხელიდან გაუვარდა. ხო, ნორმა იყო ეს. ხო, ძალიან ბევრს ეუბნებოდნენ და თავისთავად მაყურებელს, რომელიც არ არის ესე ჩახედული, ხო, ჩვენ ისტორიებში გაუჩნდება შეკითხვა რომ კი, მაგრამ ეხლა ექთანს რომ ბავშვი უვარდება ხელიდან, ოჯახი რატო არჩივის? გეტყვი, მაგასაც გეტყვით, რატომ არჩივის. იქ მიდის მერე მანიპულაციები ჩვეულებრივად და ხდება ის, რომ ახალგაზრდა გოგო რატო უნდა დაღუპოს, შვილს მაინც ვერ გააცოცხლებ.
ანუ ის ექთანი ახალგაზრდა გოგო. ექთანი ახალგაზრდა და არ დაღუპო? ხო, რომელსაც გაუვარდა ბავშვი ხელიდან, რომელიც იყო ახალშობილი და ჯერ ხო არ გიყვარდათ არა. ხო, ჯერ არ იყო თქვენი ოჯახის სრულფასოვანი წევრი. და ამიტომ დავღუპავთ ექთანსაც ახალგაზრდა გოგოა და ნუ გავუშვებთ ციხეში, ბავშვს ხო მაინც ვერ გავაცოცხლებთ. აი ეს იყო რამდენად შესაძლებელია იმის გათვალისწინება, რომ შენი შვილი ვიღაცამ მოკლა და არა, რას ლაპარაკობ, ეხა რა ამაზე ლაპარაკიც არა. ანუ თქვენ შემთხვევაში ეს დამუშავება, ასე ვთქვათ, მიდიოდა, რომ ხო, ნუ მაშინ ასე ეხა რო ვაკვირდები, რო ვუსმენ მკითხულობ იმ პერიოდის ქალების, ანუ დედაჩემის თაობის ქალების ან ბებიების თაობის ქალების მსჯელობას რო ვუსმენ, აი არ ვიცი, ძალიან მაქსიმალური ნდობა ქონდათ, აი იმის ზემოთ აღარ ვიცი როგორი ნდობა შეიძლება ექიმების მიმართ, მედპერსონალის მიმართ. ისინი რასაც იტყოდნენ, ეგ იყო კანონი, всё. იმიტომ რომ ასე რომ არ ყოფილიყო, მაშინ ისიც არ უნდა დაეჯერებიათ, რომ ეს ბავშვი გაუვარდა ხელიდან და ყოველ მეორე ბავშვი უვარდებოდათ ხელიდან, ყოველ მეორე ბავშვი ფილტვები არ ეხსნებოდა, თუნდაც ის რომ აქ დავკრძალავთ სამშობიაროში, რაც რეალურად არ ხდებოდა, შვენივრად იცი შენც. ანუ ამ ყველაფერს ჯეროდათ, იმიტომ რომ ამას ეუბნებოდა მედპერსონალი და არა ვიღაცა ქუჩიდან. ძალიან მაღალი ნდობა იყო. ალბათ ეგ იწევდა მაგასაც, რომ აი დავინდოთ მოდით რა ეს ახალგაზრდა ექიმი და ნუ დავიჭერთ. არა უშავს ახლა ბავშვს ხო აღარ გავაცოცხლებთ. კიდე გეყოლება ახალგაზრდა. შენ დანამდვილებით იცი და შენ მოუჭახმა დანამდვილებით იცის იმ ექიმების ვინაობა? როგორ არის? ანუ არა, ვისამინ მშვიდობი არა, ნახე. სულ ამას ვამბობთ ხოლმე, რომ შეიძლება შენი მშვიდობი ვთქვათ ნანასთან, მაგრამ ბავშვის მოპარვა მოხდა მარინას სმენის დროს. ხო. თქვენ შემთხვევაში ბავშვის მოპარვა როგორ? სამშობიაროში არის მთავარი ექიმი, ყველგან, ყველა ავადმყოფოში ამ მთავარი ექიმი, რისი გვერდისავლითაც ძალიან მეეჭვება, რომ რაიმე მსგავსი რაღაცა ვერ დავიჯერებ მაგას ვერასდროს. და არც იმას არ ვუშვებ, რომ სხვა ექიმები აქ ყოფილიყვნენ გარეული არა. ვერა. ჩვენ ახლა მოგვიწევს ორი ისტორიის ეს პარალელურად მოყოლა მაყურებლისთვის. ერთი ისტორიის, რომელიც განვითარდა შენ ბიოლოგიურ ოჯახში და მეორე, რომელიც განვითარდა შენ ამყვან ოჯახში. მოდი ბიოლოგიურით დავიწყოთ. შენი მშობლები იყვნენ ახალგაზრდა ცოლ-ქმარი, ანუ ეს არ მომხდარა ისე რომ ვთქვათ ვიღაცისგან შეეცდათ. აი ეს რომ მოყვე, რამდენი წლის იყო დედა, მამა? დედა იყო 17 წლის, მამა დაახლოებით 20 წლის. ვიყავი პირველი შვილი. ოფიციალური ქორწინებიდან დაბადებული პირველი შვილი ვიყავი. ჩვეულებრივად დავიბადე ფიზიოლოგიურად, ნორმალურად, ყოველგვარი რაღაცაების გარეშე, გართულებების გარეშე, ნორმალური ბავშვი. 4 დღე მაჭმევდა დედა. ეხა ადრე ხო ტოვებდნენ დიდხანს სამშობიაროში, ეხა მე-3 დღეს წერენ და ადრე ტოვებდნენ 1 კვირა ალბათ. მე-4 დღეს უკვე უთხრეს, რომ ბავშვი გაუვარდათ ხელიდან და დაიღუპა. იქამდე ჩვეულებრივად მკვებავდა დედა. ოჯახს მოთხოვეს სასახლე. ოჯახს მოთხოვეს, ფულიც მოთხოვეს, როგორც ვიცი, ჩასაცმელის თუ რაღაცის დაკრძალვის. ნუ მოკლედ, ძალიან ბუნდოვნად იხსენებს ამას მამას მიუტანია მგონი ტანსაცმელი თუ რაღაც მსგავსი რაღაცეები თუ ტანსაცმლისთვის ფული თუ რაღაცა 53 წლის წინანდელი ამბავია და ეხა დეტალებს შეიძლება ვერ გაიხსენონ, მაგრამ ის ფაქტი ნამდვილად ახსოვთ, რომ შესულა ვინმე ექთანი, რომელსაც ერქვა მადლენა. ოი რომელიც შემდეგ იყო ჩაწერილი ჩემს დაბადების მოწმობაში დედად. და აი ესე დედა რო იხსენებს, ბიოლოგიური დედა იხსენებს, რომ ესე შემოვიდა პალატაში და ეს ზეწარი მესროლა და გაიკარი მკერდი, შენი შვილი მოკვდა და აღარ გჭირდება. ეს ხა ჯერ ასეთი რაღაცის თქმა და მე ამ ფორმით. მაგრამ მაშინ იმათვის ეს ნორმა იყო, მიღებული ფორმა იყო, სადაც იმას ჩვეულებრივად ეუბნები ადამიანს, რომ ბავშვი ხელიდან გაგვივარდა, ესეც ნორმა იყო. ნუ ხეშობა ჩვეულებრივი ამბავი იყო ეხლა მედპერსონალისთვის. ოჯახმა მიიტანა თანხა დაკრძალვის, მიიტანა ტანსაცმელი
სასახლე თქვენებმა მიიტანა. ეგ უკვე არ ვიცი მე ეგ დეტალები, თვითონაც მე მგონი ასე დეტალურად არ ახსოვს. თუმცა გამოატანეს აჭედილი სასახლე, რომელიც დაკრძალეს შემდგომ სასაფლაოზე. ეს სასაფლაო დღემდე არსებობს და იქ იცით არ გაგიხსნიათ იქ რა ვინ გახსნის ახლა იმას რატო რატო არ ინტერესდებით ანუ იქნებ სხვისი ბავშვია იქნებ რა ვიცი რა არავის არაფერი არ იქნება იქ დაწონებული ვარ ეჭვიც არ მეპარება არავის და არაფერი არ იქნება იქ რეალურად ამის შემდეგ მას მე რას ბავშვი დაკრძალეს გავიდა წლები და შენ მშობლებს ეყოლათ კიდევ 2 შვილი კი ბატონო 2 ძმა მყავს ჩემს შემდეგ დაბადებული 2 ჯამრთელი ნორმალური შვილები. ეს ყველაფერი მოხდა ზესტაფონის სამშობლოში. დაიბადა ერთი ძმა, ხო? და შემდეგ 3 წლით პატარა მეორე ძმა. ეს მოხდა ზესტაფონის სამშობლოში. კი, ზესტაფონის სამშობლოში მოხდა, ექიმი იყო, გინეკოლოგი იყო, იზა ჩიქობავა და კოტე ზარნაძე იყო განყოფილების გამგე. და ის მადლენა რო ვახსენე იმის გვარი არ ვიცი ნამდვილად, მაგრამ იყო ის ექთანი, ბავშვთა განყოფილების ექთანი. დედამ და მამამ ისე იცხოვრეს წლები, რომ საერთოდ ეჭვი არ შეპარვიათ, იმიტომ რომ არსებობდა გარდაცვალების ცნობა, არსებობდა სასახლე, არსებობდა საფლავი და ნუ ასე შემდეგ. როდის გაუჩნდა დედას ეს ეჭვი, რომ იქნებ რაღაცაშია საქმე. დედას ეჭვი გაუჩნდა. ანუ მიზეზი ხო არ ყოფილა რეალურად? არა, არ ყოფილა რეალურად მიზეზი და არც ექნებოდა არასოდეს. და ბოლომდე არ ჯეროდა. იმიტომ რომ წარმოუდგენელია ხასეთი რაღაცის დაჯერება 53 წელია იცი რომ შენი შვილი გარდაცვლილია და იმის გაფიქრებაც რომ ცოცხალია ძალიან რთულია მესმის მემისი სრულიად არც ექნებოდა ეჭვი არასოდეს რომ არა ჩემი პოსტი ვეძებ ჯგუფში რომელი პოსტი პირველი პოსტი რაც დავდე ჯგუფში ჩემი ფოტოებიც ხო დავდე და ეს ბავშვობის ფოტო მიდევს სადაც ძალიან ვგავარ ჩემ ძმას ჩემს შემდეგ რომელიცაა დაბადებული პაატა მას ვგავარ ძალიან გავართ ერთმანეთს ზოგადად და აი იქ უთქვამს ჩემ რძალს რომ ეს როგორ გავს პაატას ანუ ჩემზე და ანახა მე დედა ჩემს ეს პოსტი და ფოტო და ამის შემდეგ დაიწყო ჩემსა და დედა ჩემს შორის კომუნიკაცია მაგრამ უბრალოდ როგორც Facebook მეგობრები ასე ვკონტაქტობდით მთელი 2 წელი ხო და რატო ბავშვი რო დაეღუპა ეგ იცოდა მაგრამ დარწმუნებული იყო რომ ბავშვი დაეღუპა იმიტომ რომ იმ პერიოდში ბიძა ჩემი ანუ მისი ძმა მუშაობდა პოლიციაში და ვერ წარმოედგინა თუ ვინმე გაუბედავდა მსგავს რაღაცას და კი კითხულობდნენ იქ პოსტებს და მე კი ნახეს უკვე რომ ასეთ რაღაცები ხდებოდა მაგრამ ჩვენ ვინ გაგვუბედავდა ამბავი იყო და ნუ შესაბამისად 70-30-ზე არ ჯეროდა შენ გაკეთებული ქონდა გენეტიკური ტესტი, მაგრამ დედა არ იკეთებდა ცოცხალი თავით. არა, ცოცხალი თავით არ იკეთებდა. ვერ უშვებდა და მაგიტომ, ხო. მე უკვე გაიკეთა, მაგრამ მე დაზიანდა ის ტესტი. ხო, მე ჩამოვიდა უკვე საქართველოში 2024 წელს სექტემბერში ჩამოვიდა, მე უკვე მე თვითონ გავაკეთებია პირადად და ჩემით ხელით მე თვითონ გავგზავნე ამერიკაში და ერთ თვეში მოვიდა თვენახევარში პასუხი უკვე ოქტომბერში უკვე 23 ოქტომბერი იყო მახსოვს ზუსტად რა პასუხი მოვიდა შენც გახსოვს ჩაგიგდე ეგრევე ელოდებოდა არა აი მე უკვე ნახე აი მე უკვე როცა ჩამოვიდა და როცა უკვე ვნახე ისევ ნახე უბრალოდ შევხვდით ჩვეულებრივად ყველაფრის გარეშე ვისეირნეთ აქ რაღაცა სანამ საქართველოში იყო ცოტა ხანს და აი მე უკვე კი ამბობდა რომ რაღაცა უკვე ძალიან ვეჭვობ ამიტომ რომ ნახა ბევრი მსგავსება შეიძლება ხასიათში შეიძლება ისეთ ფიზიკურადაც ეხა ისედაც ჩემი ძმშვილებიც ძალიან გავს და ჩემი შვილი და ჩემი ძმშვილი ძალიან გავს ერთმანეთს ხო და მე უკვე ქონდა რაღაცა ეჭვი და მე რო დავურეკეთ აქედან და უთხარით რომ პასუხი დადებითია თქო როგორ წამოვედი ხო ვიცოდი რომ დაიწყო როგორ წამოვედი ხო ვიცოდიო ვეჭვობდიო რაღაცა მაინც მქონდა აი მაგრამ იმდენად წარმოუდგენელი იყო ხა ეს ამბავი რომ 53 წლის მერე გეუბნებიან რომ შენი დაკრძალული შვილი რომლის საფლავიც გაქვს ხო რომლის ხსოვნასაც ამბობდით ეჯახი 43 წელი და უცებ ცოცხალია ძალიან რთული ამის დაჯერება ძალიან კარგად მესმის მე მათი ეხა ნებისმიერ ადამიანს ეხა ჩვენი ოჯახის გარდაცვლილი წევრი რო გამოგვეცხადოს წლების მერე და დაგვიკაკუნოს კარზე და გვიცხას გამარჯობა მოვედიო აი ზუსტად იგივე რეაქცია ხო იგივე რეაქცია ნორმალური რეაქცია ქონდა ძალიან ხო არ მიკვირს მე
კარგი, აქეთ მხარეს რა ხდება? როგორ მოხდა შენი აყვანა? საიდან აგიყვანეს? როგორ გაირკვა აყვანა მოხდა ოფიციალურად ყოველგვარი ბავშვთა სახლიდან, ბავშვთა სახლიდან, კი, ბავშვთა სახლიდან, რომელიც იყო გორკის ქუჩაზე, ყოველგვარი დარღვევების და რაღაცეების გარეშე მოხდა, ოფიციალურად მივიდნენ. დედას თანამშრომლმა უთხრა, რომ ბავშვი ყავთ და ხო არ ნახავდი და მე შენიც თუ გეყოლება, თქვათ ერთად გაზრდი რა პრობლემაა და წამოვიდნენ და რომ ნახეს, მოვეწონე დედას და 4 თვის ვიყავი უკვე. თუმცა ეს ბავშვი იყო გამზადებული ასე ვთქვათ გასაყიდად, ხო? გასაყიდად, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ძირითადად ქართველებს ვაჟები უნდათ შვილებად, ტახტის მემკვიდრეებად, რადგან ბაგრატიონები არიან ყველა და ტახტის მემკვიდრე ჭირდებათ, გოგოზე თქვეს უარი, როგორც ვისაც უნდა. კი, ვისთვისაც ვიყავი მე გამზადებული ხა ადრე ჩემ დროს 91 წელში ეხო არ იყო და ვერ გაიგებდნენ წინასწარ ხა მე გოგო ვიყავი თუ ბიჭი და ეს ექიმები ხო იყვნენ შეპირებული, რომ აქ გააჩენს გოგო და მოგაწვდით არა პრობლემა გვაქვს ვარიანტები. მე აღმოჩნდი გოგო და მე იმათმა გადაწყვეტეს რომ მოდი აღარ გვინდა. აღარ გვინდა რა არ უნდათ ალბათ გოგო და დატოვეს და მოგეხსენება სამშობლოში ერთ თვეზე დიდხანს ვერ გამაჩერებდნენ. ერთი თვე უნდა ყოფილიყავით წესით და კანონით ესე იყო. ასეც იყო რეალურად მე რომ ნახე იქ ჩანაწერი იქ იყო რომ სამშობიაროდან ანუ ხო დავიბადე 14 აგვისტოს რეალურად ნუ რეგისტრირებული ვარ 19 აგვისტოს მაგრამ 14-ში დავიბადე რეალურად და 20 სექტემბერს ვარ გადაყვანილი ქუთაისის ბავშვთა სახლში ანუ ერთი თვე ვიყავი სამშობიაროში ყოველ შემთხვევაში დოკუმენტში ასე წერია მაგათ თუ რამე დაეჯერება საერთოდ ანუ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ ის რომ ცოტა ისეთ საკითხს ვეხები ცოტა მძიმე ვივარაუდოთ ის რომ ბავშვთა სახლები შეკრულები იყვნენ სამშობიაროებთან თუ უბრალოდ რადგან იმ ოჯახმა უარი თქვა და ბიჭი არ გაჩნდა ამიტომ მოხდა გადაყვანა არა აქ სავარაუდო არაფერი არ არის ეს არის ცალსახა ფაქტი რომ ბავშვთა სახლები და სამშობიაროები იყვნენ გარიგებული ერთმანეთთან იმიტომ რომ სამშობიაროდან ბავშვთა სახლების გაშვება ბავშვების უკაცრად ბავშვების გაშვილება არ ხდებოდა ეს ბავშვთა სახლებიდან გაყიდვაც არ ხდებოდა არ ხდებოდა რა თქმა უნდა ეს ხდებოდა ბავშვთა სახლში გადაყვანა და ისტორიები ერთ და იგივე რომ იყო სტუდენტის და ლექტორის შვილი ყველა ლექტორი იწვა ყველა სტუდენტთან ასე გამოდიოდა არა რომ მოვისმინოთ ისტორიები ასე გამოდის ხო ისტორიას ხო ესე იყო ხო რომ მოვისმინოთ ისტორიები ყველა ლექტორი იწვა ალბათ ყველა სტუდენტთან ასეთი ამბავი არ არის ასე ლექტორი რა ვიცი ხო ესეა კი ვამაყობთ ჩვენი ტრადიციებით და წესიერებით მაგრამ აღმოჩნდა რომ არ ყოფილან ქლა წესიერები ეს ლექტორები და სტუდენტებიც ხო იმიტომ რომ ყველა ისტორია ერთნაირია თავისთავად შეუძლებელია ხა მსგავსი რაღაცა ხო ხდები წარმოუდგენელია ხო როგორ მაგას ვერასოდეს ვერ დავიჯერებდი ხა მე რეალურად როცა გავიგე რომ შვილად აყვანილი ვიყავი 12 წლის შენ გაიზარდე ფანტასტიკურ ოჯახში კი მე ძალიან გამიმართლა მე ძალიან კარგ ოჯახში გავიზარდე მყავდა ძალიან კარგი მშობლები მომცეს ყველაფერი რაც საჭირო იყო რაც შეიძლებოდა რაც ჭირდებოდა ადამიანს არც ზიზღით არ გაუზრდივარ არავის რო ითქვათ ხვდები ვიღაცა ის არც იცოდნენ რეალურად მაგრამ მე რო ვესაუბრე დედას ამაზე რო ვკითხე უკვე ეხლა ხანს გეუბნები რაღაც 40 წელს ვიყავი ალბათ უკვე რო ვკითხე რო ვეღარ ვიპოვეთ ვერაფერი ხო გახსოვს ეს ამბავი და მაშინაც კი არაფერი თქვათ ისეთი არ უთქვამს ანუ დედას ჰქონდა ეს შუალება მიმღებლობა იმ საკითხის რომ შენ ცოდნოდა ის რომ აყვანილი იყავი და ნუ პრობლემას არ იყო ამისა პირიქით ყველაფერში გვერდში გედგა გეხმარებოდა არა ესე არ არის ლიკა რა პრობლემა რა პრობლემა უნდა ყოფილიყო ჩემი აზრით ბევრი ჩემი აზრით აქ პრობლემა არაფერი არ არის და არ შეიძლება ამის დამალვა რეალურად იმიტომ რომ ნახე ჩემი ძმისშვილები და ჩემი შვილი თითქმის თანატოლები არიან ერთ ქალაქში ვცხოვრობთ ღმერთმა დაგვიფარა ამ ყველაფრისგან და ხო შეიძლება რომ ერთმანეთს გადაკვეთოდნენ სადმე ხო ანუ ამის დაშვებას ჩემს გონებაში იწვევს რაღაცების აფეთქებას ეს არის ჩემთვის კატასტროფა ვიღაცებს შეიძლება ჩვეულებრივი ამბავია და ამას არ განიცდიან ამას არ უყურებენ ამ ფორმით ალბათ ეხა რეალურად საუბარი მაქვს ამ ყვანმშობლებზე რომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ამის დამალვა რა შეიძლება აბსოლუტურად როგორც ჩემმა მშობლებმა იმათაც აიყვანეს ეს შვილები კანონიერად და არაფერი არ დაუშავებიათ მათ და არავისთვის არ წაურთმევიათ შვილი სახლიდან მაგრამ არ შეიძლება ამის დამალვა სულწვანებას რომ მიაღწევს მე მაინც უნდა უთხრან აუცილებლად თავის შვილს და იცი რა არის ფაქტი კიდე რომ წავა და გაიქცევა და აი ნორმალურად გაზრდილი შვილი და თუ სიტყვაში და სიყვარულში გაზარდე და რაღაცა შენთვის არ ყოფილა ის მარტო მემკვიდრე რომ
ასაკში წყალი დამალევიოს ვარ, ხო ვიცით ახლა ეგეთებიც. თუ ასეთი არ ყოფილხარ, მაშინ ასად არ წავა შენი შვილი და ასად არ გაგექცევა და არავითარ შემთხვევაში არ იტყვის უარს. აი მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩემი მშობლები რო იყვნენ ცოცხალი, ძალიან კარგი ურთიერთობა ექნებოდათ ჩემ ბიოლოგიურ მშობლებს. დარწმუნებული ვარ 100%-ით. მიიღებდნენ ძალიან კარგად და იმეგობრებდნენ, აი ერთი დიდი ოჯახი გვექნებოდა ჩვეული, ეჭვც არ მეპარება. აი ჩემ ანათესავებმაც დედის მხრიდანაც, მამის მხრიდანაც მე არ დამიმალავს ეს ამბავი რომ ვეძებდი, არც ის რომ ვიპოვე. კარგად იცი რომ საჯაროდ ვაცხადებდიან ყველაფერს და არაფერი არ იყო აქ დასამალი. ყველამ კარგად მიიღო, ძალიან გაუხარდათ, მილოცავდნენ, რეალურად ძალიან გაუხარდათ და ყველა კითხულობდა ვინ არიან, როგორ იყო, რა მოხდა, ნორმალური ამბავი იყო, ჩვეულებრივი ამბავი მათთვის. მიუხედავად იმისა, რომ შენი აყვანა მოხდა აბსოლუტურად კანონიერად ყველანაირი საბუთით, მაინც უკანონოდ მოხდა შენი გაშვილება. გაშვილება მოხდა უკანონოდ, ხო, ასე გამოდის. ესე გამოდის. თუმცა ამის შესახებ შემშობლების ვარიანტიც იყო. კი, თანხაც მოთხოვეს დედას. საკმაოდ დიდი თანხა. მე დედამ ჩარია, ხალხი. ნათესავი ჩარია. თანამდებობის პირით და იმან დაურეკა და უთხრა რომ ჩემი ბიძაშვილიაო და როგორც საჭიროა ისე მოიმსახურეთო და უბრალოდ თანხა ვერ გამოართვეს, თორე სხვა დანარჩენი ყველაფერი კანონის მიხედვით. მე მინდა რომ შენ თქვა აუცილებლად ის ფაქტი რომ შენ მამშობლებმა არ იცოდნენ. არა, ნამდვილად არ იცოდნენ. შემოყარული იყავი. ამას მინდა რომ ხაზი გავუსვა. მყავდა, აი ძალიან წესიერი მშობლები მყავდა და აი 100%-ით ვარ დარწმუნებული რომ მსგავსი ისტორიის შესახებ ვერც კი წარმოიდგენენ ამას ვერასდროს. თუ შეიძლებოდა ასეთი რაღაც გაკეთე. მამაც ლექტორი იყო. ხო, ამიტომ ვერ ვუშვებ მე ასეთ რაღაცებს ეხა ეს მესმის. წესიერეს მშობლები მყავდა, ეგრო ცოდნოდათ და წარმოედგინათ რომ ვიღაცას შვილი მოპარეს და ის სახში მეყავდა, ამას არც ერთი არ დაუშვებდა. ამაში ძალიან დარწმუნებული ვარ. როდესაც ჩვენ დავიწყეთ შენი მშობლების ზებნა, შენ უკვე ნიადაგი ასე ვთქვა შემზადებული ქონდა, შენ მოძიებული ყავდა უკვე ძალიან ბევრი ადამიანი, ანუ მთელი 21 წელი ვეძებდი. შენი დაბადების ოწონებაში ეწერა ქალი, რომელიც არ არსებობს. შენ ძალიან დიდი ხანი შეწირე, ასე ვთქვა, ძალიან დიდი დრო და რესურსი ამ ადამიანის მოძიებას. ოფიციალურად რაც იყო მონაცემები, მის მიხედვით ვეძებდი, მაგრამ ეს ადამიანი მადლენ ჩიკობავას და აღმოჩნდა ზია ხიჯაკაძე. მადლენ ჩიკობავა ერთი ხო ვიპოვე, მაგრამ ის ქალბატონიც ახლა დღემდე მაქვს ურთიერთობა, ვნახულობთ ხოლმე, მოვიკითხავ ხოლმე, ის კითხულობდა ყოველთვის ჩემ ამბავს, ანუ ხო არ გიპოვია, სანამ ვიპოვდი. ის ქალბატონიც ხათაშორის იქამდე არ იყო ჩიკობავა, ანუ იმ პერიოდში, შემდეგ აქ ქმრისგვარი 85-ში მიღებული და 85-ში მე უკვე დაბადებული ვიყავი. ასე რომ არაფერ კავშირში არა ის ქალბატონი ჩემთან აბსოლუტურად. ეგ იყო ერთადერთი მადლენა ჩიკობავა, რომელიც შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემი ბიოლოგიური და ჩემზე პატარა ხო არ იქნებოდა და მამა. ეძებდი ზემოთ ასაკში. ლიკას ისტორიის და მისი ბიოლოგიური მშობლის სახელის და გვარის ვითომ და ბიოლოგიური მშობლის სახელის და გვარის გაგების მერე მოხდა ძალიან უცნაური ფაქტი. გამოჩნდა რამდენიმე გოგო, რომელიც ასევე ქუთაისის ბავშვთა სახლიდან იყო გაშვილებული და მათი დედაც იყო მადლენა ჩიკობავა. და გიორგი ჩიკობავა მამა, როგორც ჩემი. ხო, თუმცა გენეტიკური ტესტის გაკეთების მერე თავისთავად გაირკვა, რომ ლიკა და ის გოგოები დები არ არიან. რასთან შეიძლება რომ მქონდეს საქმე? ჩვეულებრივ გაყალბებასთან, დოკუმენტების გაყალბებასთან, სადაც ანუ ფანტაზია არ ყოფნიათ ალბათ და ყველგან წერდნენ ერთ და იგივე სახელსაბა. რამდენი შვილი გააშვილა იმ ვიღაცა მადლენა ჩიკობავამ? 10? ანუ შეიძლება რაღაც ეს ერთი პირი საბუთი, სადაც ეწერა ეს სახელი და გვარი და ყველას უბრალოდ ატანდნენ. არ აინტერესებდათ, ეხა ეგ იმათვის არ იყო მნიშვნელოვანი ფაქტორი. ეხა იქ უბრალოდ რაც გამოატანეს ჩემ მშობლებს ბავშვთა სახლიდან, ერთადერთი დოკუმენტი იყო, რომელიც მე ვნახე შემდეგ და რის საშუალებითაც მე გავიგე, რომ შვილად ვიყავი აყვანილი. იქ ეწერა მხოლოდ მამის სახელი და გვარი. ისიც იმიტომ, რომ ადრე ხო მამით იწერებოდა, მამის სახელით იწერებოდა და ამიტომ ვიყავი მარიამ გიორგის ასული ჩიკობავა. რომ დავიბადე ვიყავი ეკატერინე ხუციშვილი. ბიოლოგიური, ანუ მამა ხუციშვილია. კი, შემდეგ გავხდი მარიამ ჩიკობავა, შემდეგ ლიკა ჯიშკარიანი და მოკლედ ერთი დიდი სიყალბევა. გასამდე. ერთი დიდი სიყალბევა, იმდენი სახელი და გვარი მაქვს. გარდაცვლილიც კი მოვედი აქ და გადაცემაში ვიღებ მონაწილეობას ამაყად. ეხლა მითხარი როგორია
ორი დედა. ახალი დედა რა ვიცი როგორ ბიოლოგიურ დედასთან გაქვს ფანტასტიკური ურთიერთობა. ორი დედა, ორი მამა, ორი დაბადების დღე, ორი ბებია, ორი მამა, 4 ბებია, 4 ბაბუა უფროსწორას. თავიდანვე ეს რაღაცნაირად თბილად მე იმდენად ვიყავი ამ ყველაფერს შეგუებული და ეს ეხლა მე ორი ვარიანტი მქონდა. ერთი ვარიანტი იყო ის რომ არ მიმიღებდნენ. რატო? არა, მე ხომ არ ვიცოდი ისტორია. გაშლებული იქნებოდი. ხო, მე ხომ არ ვიცოდი რეალურად ისტორია რა მოხდა და მე იმასაც შეგუებული ვიყავი, რომ ეს ხალხი არ მიმიღებდა. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო მეპოვა ჩემი წარმომავლობა. ცოდნა ჩემი გვარი. всё. ეს იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი. შემდეგ ეხა ის ოჯახი, ბიოლოგიური ოჯახი მიმიღებდა თუ არ მიმიღებდა, ამას ჩემთვის არსებით მნიშვნელობა არ ჰქონდა. რეალურად ესე იყო. ანუ არც ვბრაზობდი იმათზე, დაუშვად ხო ვუშვებდი იმ ფაქტსაც, რომ ვიღაცამ დამტოვა რეალურად იმ სტუდენტმა, ლექტორის გარო უყავდი, ხო დამტოვა. მაგასაც ვუშვებდი, მაგრამ არც იმ ქალზე არ ვბრაზობდი. ნუ ეხა არ უნდა და არ უნდა, კარგად იყავი, ხა ვისაც არ უნდა. შევთავაზებთ საკუთარ თავს ზედმეტად. უბრალოდ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ჩემი წარმომავლობის დადგენა. აი ეს იყო ერთადერთი მიზეზი, რისთვისაც ვეძებდი. და არა იმიტომ, რომ მე ჩემს არსებულ ნათესავებზე უარი მეთქვა და შევერთებოდი ჩემს ბიოლოგიურ ნათესავებს. ამაზე არც მიფიქრია არასოდეს. მაგრამ აღმოჩნდა ისე, რომ ბიოლოგიური მშობლებიც ნორმალური ხალხია და იმათმაც მიმიღეს და იმათანაც მაქვს შვენიერი ურთიერთობა. აი ეს დედაშვილური ურთიერთობა თავიდანვე რაღაცნაირად ჩამოყალიბდა თქვენ შორის, აი ეგრევე დედაშვილი გახდით თუ დრო მაინც დაჭირდა, ხო, ალბათ კიდე დაგჭირდება დრო, იმიტომ რომ არ იმყოფება საქართველოში და ასე ხშირად ვერ ვნახულობთ ერთმანეთს მიუხედავად იმისა, რომ სატელეფონო კონტაქტი გვაქვს, რა თქმა უნდა. კიდე კაი რო ეგ არსებობს და ძალიან გავხარ. ხო. კი. აი მამას გვავარ უფრო ძალიან. იცი რა მამის ფოტოები არ მაგდან ხეი თვალებით რაღაც გავხარ. აი მე განახე ჩემი შვილი გავს, სულ იძახთი კაცო ამ ჩემი შვილს ეს ქერა რატოა და რატოა და თურმე დედა აი იცი როგორ გავს. თვალებით გავხარ კი. ხო აი მე განახებ მამის ფოტოსაც, ახალგაზრდობის ფოტოს და აი ძალიან გავართ ერთმანეთს. ეგრო ვნახე მეც ჯერ არ იყო ტესტის პასუხი მოსული, მაგრამ ძალიანაც აღარ შემპარვია უკვე ეჭვი. მამას ძალიან გავარ. აი ძმებთან ურთიერთობა, ამასთან ურთიერთობა, ანუ აი ეს რაღაცნაირად ეს ეხა მოდი სიმართლე ვთქვათ, რომ შეუძლებელია იქ სადაც ერთად იზრდებით ურთიერთობა და შემდეგ შეძენილის ურთიერთობა ძალიან განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ ვერავის ვერ დავდებთ ბრალს, ვერც იმათ, რომ ისე ვუყვარდე როგორც მათთან გაზრდილი შვილი და დედმამიშვილი და ვერც მე, იმიტომ რომ მე მთელი 53 წელი მარტო რეალობაში ვიყავი. ისინი სხვა რეალობაში იყვნენ და უცებ ერთ დღეს მოვიდა ადამიანი, რომელიც შენი შვილია და უნდა გიყვარდეს ისე როგორც შენი შვილი, არ შეიძლება ეს რაღაცას ვერავის ვერ მოვთხოვთ. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს, მაგრამ ის რაც აქვს თქვათ ჩემს ძმებთან, ჩემი ძმების მიმართ სიყვარული და ურთიერთობა მან გაზარდა, მის თვალწინ გაიზარდა და შეუძლებელია ხა ამ მსგავს რაღაცას ვერ მოვითხოვ. დროთა განმავლობაში, ანუ მიუხედავად იმისა, რომ ძალიან თბილად არის განწყობილი, თავიდანვე ასე იყო, ზოგადად თბილი ადამიანია დედა ძალიან და სხვანაირად იყო თავიდანვე განწყობილი, მაგრამ არ შეიძლება მოთხოვო ქალს, უცებ 53 წლის მერე მოვიდა ადამიანი შენი შვილია და გიყვარდეს ისე, როგორც ის დანარჩენი ორი, რომელიც შენთან გაზარდე. ამის მოთხოვნა არ შეიძლება. დედას ეძახი? კი. არ გაგიჭირდა? სხვათა შორის არა. არა? არა. პირდაპირ ესე დაურეკე დედა პასუხი მოვიდა? არა, პირდაპირ თავიდანვე არა, მაგრამ მე დროთა განმავლობაში არ გამიჭირდა პრინციპში. ალბათ მივიღე როგორც დედა და ამიტომ. გაშვილებული რომ ყოფილიყავი, მაინც ისეთ დამოკიდებულებად იქნებოდა შენი აზრით? ეხლა გაჩნია იმათი მხრიდან როგორ დამოკიდებულებოდნენ. ანუ თუ მეტყოდა ბიოლოგიური ოჯახი ან დედა ან მამა, რა ვიცი, ეხლა ალბათ სავარაუდო თუ გაშვილებული ვიქნებოდი, ალბათ ეგენი უკვე ცალსაკე იქნებოდნენ, აბა ვერ წარმომიდგენია ოჯახის მიერ თავის კანონიერ ოფიციალურ შვილის გაშვილება ვერ წარმომიდგენია. თან პირველის? ხო, ნუ მაგაზე ვფიქრობდი ისე სულ რატო გააშვილა ოჯახმა, იმიტომ რომ იქ ხო ერთ გვარზე ეწერა დედა და მამა. ამას ვერ ვიგებდი ვერაზოს რომ ოჯახმა შვილი რატო გააშვილა, ამას ვერ ვიგებდი და თუ ისინი მიმიღებდნენ, აღიარებდა მის შეცდომას და მიმიღებდა, მექნებოდა მეც მასთან ნორმალური ურთიერთობა და რეალურად სიმართლე გითხრა არც ვკითხავდი არაფერს, რატო გააკეთე თქვენ, იმიტომ რომ მე არ მიცხოვრია მის ტყავში, მე არ ვიცი მის ცხოვრება,
იქამდე ან რატომ მივიდა იმ გადაწყვეტილებამდე რომ შვილი დაეტოვებია ხო არ ვიცი შესაბამისად ვერც გამსჯიდი ამის გამო მაგრამ თუ არ მიმიღებდა ვეტყოდი კარგად იყავი მადლობა რომ გამაჩინე всё მე შენ Facebook-ზე რომ ნახულობ ხოლმე პოსტებს არიან ესე მოიხსენიებ დედას დედოფალო დედოფალო იმიტომ რომ იმსახურებს კი და როგორ ფიქრობ ბიოლოგიურ ძალიან ცუდი კითხვა მეტყობს მიდი არა პრობლემა ხო ის ჩემთან პრობლემები არ არსებობს კითხვა ძალიან მინდა პასუხი მინდა ამ კითხვას ბიოლოგიურ დედას და ამყვან დედას შორის შენ დამოკიდებულება შორის განსხვავება არის განსხვავება არის კი რა თქმა უნდა განსხვავება არის ის რომ დედამ რომელმაც გამზარდა მომცა ყველაფერი ისიც ხომ მოგცემდა არა მე არ ვამბობ რომ ის არ მომცემდა მაგრამ დღევანდელი გადასახედიდან ეხა დღეს 44 წლის ვარ უკვე ხო ეს ხვდები აი ეხა დღევანდელი გადასახედიდან ორი დედა მყავს ხო ხო გამზრდელი დედა და ბიოლოგიური დედა სხვადასხვა ორი სხვადასხვა ქალია შენ ცხოვრებაში კი ორი სხვადასხვა ქალია ერთმა გამაჩინა და მის დაუნებურად ვერ გამზარდა რა თქმა უნდა ამაში მისი ბრალეულობა ნულია და მეორემ არ გამაჩინა მაგრამ გამზარდა და მომცა ყველაფერი ხო ამათ ვერ შევადარებ ხო არა ამის შედარება ეხა შეუძლებელი წარმოუდგენელი არ შეიძლება მამებთან დაკავშირებით როგორ არის აი მამებზე იშვიათად საუბრობთ ხოლმე ზოგადად მამიკოს გოგოებზე? ხო. ნუ ახლა უკვე გასაგებია მამიკოს გოგო ვიყავი სულ. ხო? კი. ან უფრო ის ვატირებდი მამას. ხო. სადმე რო ვიყავი, თქვათ რაღაც პერიოდით არ დადაგებდი ან სადმე და მამა რო მოვიდა და მამას ვატირებდი. ანუ გამტონდა წავეყო. საკმაოდ დიდი გოგოც არც ისე პატარა. და მამასთან დამოკიდებული. ეხლა რატო იყო ეს, ხო იცი მამების ამბავი? რომ იქ ყველაფერს რო უსრულებენ ბავშვებს და ეხლა დედებისთვის არის რაღაცეები, რომ ეს არ შეიძლება. რა თქმა უნდა. ჩვენ ბავშვებს არ მოგწონს, არ შეიძლება. თავის. ხო, ჩვენ მოგწონს რა ყველაფერი რო შეიძლება. ეგ მოგწონს ჩვენ. და მამებს ძირითადად გოგოების მიმართ უმეტეს შემთხვევაში ხა ყველა არ ვიცი ყველა მამა როგორია, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ასე იყო. ჩემ შემთხვევაში ყველაფერი შეიძლება და ანუ ნორმის ფარგლებში რა თქმა უნდა. მამიკოს მივყავდი იქ ყველგან და ეს იყო ჩემთვის რაღაცა ეს. ხო მამიკოს გოგო და ეხა მამის ხო არა მამასთან სხვა ურთიერთობა გოგოსთვის თავისთავად როგორ ფიქრობ აი დღეს ამყვანი მშობლები რომლებიც გმალავენ შვილს რომ უმალავენ რომ აყვანილიყავთ შიშის გამო არის თუ არა რაღაცა შანსი იმისი რომ სახლის წასვლაზე არ გსაუბრობ აი დამოკიდებულება რომ შეეცვალონ ანუ ახალმა გამოჩენილმა ბიოლოგიურმა დედამ შეიძლება თუ არა გადაწონოს ამყვანი მშობლის ამაგი პირდაპირ პროპორციულია იმისა როგორ გაზარდეს და რა მისცეს რა ჩადეს მასში არ ვამბობ მატერიალურზე სუფთა ემოციური თვალსაზრისით ვლაპარაკობ აქ მატერიალური აბსოლუტურად არაფერში არ არის გააჩნია შვილი როგორ გაზარდეს. თუ ბავშვი იზრდებოდა სითბოში და სიყვარულში და ვერ გრძნობდა ის იმას, რომ არ იყო ამათიანი, ასე რომ ვთქვათ, ბრჭყალებში, არ არსებობს რომ შეეცვალოს დამოკიდებულება, გამორიცხული ამბავია. ნორმალურ ადამიანს ეხა გადახრებით თუ აქ რამე მაგაზე არ ვლაპარაკობ. ბიოლოგიურ მშობლებთანაც ვიცი იზრდებიან და არა აქვთ ისეთი ურთიერთობა, როგორც უნდა ქონდეს მშობელთან, ვიცი ასეთებიც, სამწუხაროდ. მაგრამ თუ ნორმალურ გარემოში იზრდებოდა ბავშვი, არ არსებობს რომ რაღაცამ გამორიცხული ამბავია ხა ეგ. ვიცით ეგეთ ფაქტებიც. ბიოლოგიურ მშობლებთან წასულია. კი ბატონო. აქედან ჯერ ერთი უმადურებაა. აქედან დავიწყოთ, რომ ადამიანება გაგზარდეს, მოგცეს ყველაფერი, ან არ მოგცეს, მაგრამ რა მნიშვნელობა გაგზარდეს, ხო? როგორ შეიძლება არ დაინახო ეს ყველაფერი, არ შეიძლება დაუნახავობა ძალიან ცუდი რამეა. მაგრამ მაინც აღზრდას ვაბრალებ მაგ ყველაფერს. მარტო რაც უძავს თუ ბუნებამ ზარუშველო ხო ბუნება ეგეც არის შეიძლება მაგრამ მაინც გადაწონოს რაღაც რა ბუნებამ ხო მაგრამ რამ უნდა გადაწონოს აი რამ შეიძლება უარი გათქმევიოს ადამიანზე რომელიც მთელი ცხოვრება ზრუნავდა შენზე ხასიათის ამბავია
ხასიათის ხო, ამბავია. ესე იგი უმადური. ხო, შეიძლება ბიოლოგიური მშობელიც გაწიო გვერდზე და წახვიდე. ხო და მაგას ვამბობ, ანუ მინახავს მეთქი ეგეთებიც ხო ვიცით, გვინახავს, ხო. რომ ბიოლოგიურ მშობლებთანაც არა აქვს ისეთი საყვარელი ურთიერთობა. ანუ ადამიანის შინაგანი ხასიათიცაა და აღზრდის პირობებიც, მეთოდებიც, მაგრამ რაღაცა შეცდომა სადღაც მაინც არის, იცი? აღზრდის პერიოდში რაღაცა შეცდომები მაინც არის. შეიძლება მშობლები თვლიან, რომ სწორად იქცევიან, სწორად აღზარდეს, რაღაცას კარგად აკეთებენ, მაგრამ რაღაცები ხანდახან ცუდად აისახება ხოლმე შვილებზე. ლიკა, პოდკასტის ბოლოს მინდა ესეთი კითხვა დაგისვა. მე ვიცი, რომ ჩვენი პოდკასტი ახლა გამოიწვევს ძალიან არაერთგვაროვან რეაქციას და რა ეხა გეტყვი რატომ. არის ძალიან ბევრი ადამიანი, რომელმაც მართლა დაკრძალა თავისი შვილი, რომელსაც მართლა გარდაეცვალა შვილი, რომელსაც არანაირი მიზეზი არ აქვს იმის, რომ იფიქროს, რომ მისი შვილი შეიძლება იყოს ცოცხალი, აქვს ისევე როგორც შენ ოჯახს გქონდა გარდაცვალების ცნობაც, გარდაცვალების აქტით, საფლავიც, ასახლეც, ყველაფერი, მაგრამ აი ამ ჩვენი პოდკასტის მე იფიქროს, რომ ანუ იქნებ ჩემი შვილიც ცოცხალია. აი ცოტა გვიჭირს ამ შემთხვევაში მანევრირება და პასუხების გაცემა. აი ამ დროს რა უნდა ვქნათ? რა უნდა ვქნათ? ხო, ტესტი უნდა გავიგოთ. ერთადერთი გამოსავალი. ხო, ისედაც ერთადერთი გამოსავალია. ხა აი მე ვარ იმის ნათელი მაგალითი, რომ ერთადერთი გამოსავალია ტესტის გაკეთება, იმიტომ რომ საბუთებით აი ხო იცი რა, ყველგან ვეძებ, სადაც შეიძლებოდა. საქართველოს მასშტაბით და ბევრი წელი ბაზებში ვეძებე ყველაფერი, ანუ ყველა დოკუმენტი მაქვს მოძიებული, რაც შეიძლება მოიძიოს ადამიანმა და ყველა იყო ყალბი. ხო. ოფიციალური სტრუქტურების მიერ გაცემული ყალბი დოკუმენტები. ეს არ იყო ვიღაცის სახლიდან გამოტანილი, ოფიციალური დოკუმენტები იყო ყალბი. ერთადერთი კარგად შეფუთული. მე ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი შველა, ასე ვთქვათ, კიდევ ერთ-ერთი შველა არის ის, რომ ამ დედებმა მიიღონ ოფიციალური სტრუქტურებიდან პასუხები. იმიტომ რომ ძალიან ბევრი დედა ეძებს, ზოგი ეძებს მართლა აი არ არსებულ რაღაცას, იმიტომ რომ მართლა გარდაცვლილია თავისი შვილი, ზოგმა არ იცის რომ უნდა მოძებნოს, იმიტომ რომ ზემდეშო სხლები არის, მაგრამ თუ არ ფიქრობ რომ აი ეს ოფიციალური სტრუქტურები, რომლებიც დღეს არ გვეხმარებიან ჩვენ თუნდაც გამოძიებაში, თუნდაც ამ პასუხების გაცემაში, თუნდაც ბაზების გახსნაში, არქივების გახსნაში, სამშობიაროებს არავალდებულებენ რომ დედას მისცენ ინფორმაცია. სკანდალს და არეულობას გამოიწვევს. საერთაშორისო მასშტაბით. მეტი რაღაც სკანდალი უნდა მარტო საქართველოში არა. მეტი რაღაცა უნდა გამოიწვიოს. ამას ერიდებიან თქვა ამას ვამბობ. დარჩა, სადაც არ გაშუქდა ჩვენ. ამას ერიდებიან თქვა ამას ვამბობ. ანუ ამას ერიდებიან. ტყუპის ცალები ბევრია გაყიდული. შვილები ბევრი, ერთი რომ მყავდათ ეგეთიც, ასე რომ ძალიან დიდ მასშტაბებზე გავდივართ. აქ 1-ზე და 2-ზე და 10-ზე რო იყოს ლაპარაკი, დიდი ხნის წინ იქნებოდა ყველაფერი გამომძევრებული, დარწმუნებული ვარ, პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ აქ ძალიან დიდ მასშტაბზე გავდივართ. ეს ძალიან კარგად იციან. ამიტომ იკავებენ თავს ჩემი აზრით. და ლოგიკურიც აპრინციპში. ისე აირევა ყველაფერი ვერ წარმოვიდგენ. ავრიეთ. ნახე, მე ვიცი იყო ეგეთი შემთხვევაც, იცის ადამიანმა რო აყვანილია შვილად და ისეთ ადგილზე მუშაობდა, მე მგონი იცის საიდან და როგორ. მაგრამ უარყოფს ამ ყველაფერს და არ უნდა არაფერს ნახვა, არაფერს გამოძიება, არავის პოვნა დაკეტა. რატო? არ უნდა ახალ რეალობასთან შეჯერა. არ უნდა. ხო, არიან სუსტი ადამიანებიც, რომლებსაც არ შეუძლიათ ახალ რეალობასთან შეჯახება და ახალი რეალობის მიღება, ან არ მიღება, არ უნდა ზოგადად ახალი რეალობა. არის იმ თავის კომფორტის ზონაში, იცის რომ ტყუილშია, მაგრამ არის всё. ტყუილში ურჩევნიათ ცხოვრება, ვიდრე ის რომ დაინახოს რეალობა, ან კარგი, ან ცუდი. ცუდი ეკაი კი არ არის, მაგრამ ყოველ შემთხვევაში მისი არჩევანია და ბევრი იქნება ეგეთ სხვათა შორის. ბევრია სამწუხარო ძალიან ბევრი. ეგეთი ძალიან ბევრი იქნება, ვინც იცის, მაგრამ არ აღიარებს. დედაც ბევრია, რომელსაც არ უნდა ამის მიღება, იმიტომ რომ ეს მათთვის იმხელად კიბუთან არის დაკავშირებული. ისი მიღება არ უნდა. იმისი რომ მათი შვილი მოიპარეს. რატო? იმიტომ
იმიტომ რომ აი ძალიან ბევრი დედა თავს იტანა შაულებს დავიწყოთ მეც ვიცი თეორია ეგეთი ხო ჯგუფში არის 350,000-მდე ადამიანი და მარტო 4 მამა ეძებს დანიშნ სუდედები ეძებენ იმიტომ რომ ეს თავმოყარეობაზე მოქმედებს ბიჭებსაც უჭირთ მშობლების მოძებნა თუ ეძებენ ანონიმურად ჩვენ გვადებინებენ უჭირთ სამწუხაროდ თავნაბიჯის გადადგმა და ამ დროს არაფერ შვაში არ არიან ხო მაგრამ აი ის რომ მე გავიზარდე მიმღებ ოჯახში და არ გავიზარდე ბიოლოგიურ ოჯახში, აქ ჩემი ბრალეულობა სად არის? იცი შენი არა, მაგრამ აი მამაკაცის თავმოყარეობას ალბათ ცოტა სხვანაირად არ წამს, რომ შვილი მოპარეს. კაცი რომელიც პოლიციის უფროსი იყო და იგებს რომ შვილი ხო, აყვანილზე უცხენიათ. რატო რა არის? რატო უნდა შემრცხეს იმის რა არის აქ სირცხვილი რა? ნუ ახლა ლიკა შენ არის სხვენია და მე ამაზე საუბარი, მაგრამ არა, არც არასდროს მქონია ამის პრობლემა. უბრალოდ ახლა მე პატარა ვიყავი ჯერ ერთი რო გავიგე 12 წელს, მე 15 წელს ვიყავი უკვე ჩემ დაქალს რო უთხარი, ეგ იყო პირველი. როცა უთხარი და ვანახე თან ეს ფურცელი. და შემდეგ თუ ოდესმე ყოფილა ამ თემაზე ლაპარაკი, მე არასოდეს არ შემწხვენია ამის თქმა. პირიქით პირველად ვამბობ, პირდაპირ ვამბობდი ხო. რა არის აქ სირცხვილი რა დავაშავე, რა გავაფუჭე. ის რო ვიღაცამ ერთ სახლიდან წამეყვანა მეორეში გამზარდა, აქ ჩემი ბრალი სად არის? არსად, მაგრამ ძამას შეგნება ჭირდება და დრო დაჭირდა რომ ხალხი აქამდე მისულიყო, საზოგადოება დაჭირდა. საზოგადოებას დრო დაჭირდა რომ აქამდე მისულიყო. ღვთისმწყალობით დღეს უკვე მისულიყო. ეგ არის იმ უკაცრავად დამყარებული მენტალობის დამსახურება, რაც იყო აღარ ვიტყვი ხა, მაგრამ თუმცა ვიტყვი იმ კომუნისტებიდან გადმონაშთური რაღაცეების. ბევრი რაღაცა იყო სირცხვილი, მაგალითად სათვალისწარება იყო სირცხვილი ბავშვისთვის. დასცინოდნენ სათვალიან ბავშვს. არ იცი, მე ვიცი. ბევრ რაღაცებზე დასცინო. ხო, აი მენტალობა იყო ეგეთი მაშინ, რომ აი ფიზიკურ ცოტა ხე წინ ლაპარაკობთ სხვათა შორის მაგ თემაზე, რომ როგორ მეთქი ადრე არ იბადებოდნენ ფიზიკური ნაკლის მქონე ადამიანები? იბადებოდნენ, მაგრამ როგორც ვიცი, ანადგურებდნენ. იმიტომ რომ სირცხვილი იყო მაშინ. ჩვენ ვაბად ყოფილი შეეძინა ვაიმე ჩვენ ყავდა მე არ ვიცი შენ გახსოვს თუ არა მაგრამ ჩვენ ყავდა პოდკასტში ადრე ერთი არაჩვეულებრივი ადამიანი კოკა არაჩვეულებრივი ბიჭი და თუ რა ვიცი მაყურებლის სრული იქნება კიდევ გავიმეორებ მასთან ინტერვიუს კოკა იყო პირველი შვილი ოჯახის სოლის დაქმრის პირველი შვილი და კოკა მარტო იმიტომ ჩააბარეს ბავშვთა სახლში რომ მას არ ქონდა თითი ხელზე ხო აი აბა რა ვთქვი ხა ანუ სირცხვილი იყო, რომ მის შვილს რაღაც დაავადება ქონდა, ან რაღაც ფიზიკური ნაკლი ქონდა. აი საზოგადოების წნეხის მსხვერპლები იყვნენ სამწუხაროდ. ძალიან დიდი მადლობა შეესწმრობისთვის. განხილვა შორს წაგვიყვანს. მე რაღაცნაირად ვფიქრობ, რომ ბევრ დედას ჩვენ საფიქრალე გავუჩინეთ, მაგრამ იცი რა, შეიძლება ბევრ დედას მართლა დაკრძალული ყავს შვილი, მაგრამ ეს ბავშვები, რომლებიც მშობლებს ეძებენ და ვერ პოულობენ, არიან ცოდოები. იმიტომ რომ ისინი იკეთებენ ტესტებს, ეძებენ საბუთებში, ყველგან არქივებში და ვერ პოულობენ, იმიტომ რომ დედა ვერ წარმოიდგენს, რომ მისი შვილი არის ცოცხალი და ლიკა ჯიშკარიანი არის ნათელი მაგალითი მისი თუ როგორ შეიძლება რომ ადამიანს ქონდეს საკუთარი შვილის საფლავი, გარდაცვალების ცნობა, გარდაცვალების აქტი, გარდაცვალების ყველაფერი და ადამიანი იყოს ცოცხალი. რა ვიცი, თუ დამიჯერებენ ცოცხალებმა ნამდვილად. ძალიან დიდი მადლობა შეესწმრობისთვის. თქვენ დიდი მადლობა ყურადღებისთვის. ერთგვარად შევხვდებით ერთმანეთს.